ნინო კალანდაძე მინდა მოვიწვიოს სტუდიაში ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი და საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე. აკეთ თუ შეიძლება. მადლობთ. რას ემსახურება დავსვათ შეკითხვა კიდევ ერთხელ იმ ფონზე, როდესაც ქართულ ოცნებას ერთი შეხედვით უჭირს, როდესაც ხმამაღლა ვერ ამბობს, რომ ის არის რუსული მთავრობა, ანტიდასავლური მთავრობა, მას უწევს თავის ამომრჩეველსაც კი ნაწილს გაუწევს ანგარიში და თქვას, რომ ის ჯერ კიდევ ევროინტეგრაციის გზაზე დგას, თუმცა ამ ფონზე აქტიურად ყოველდღიურ რეჟიმში ესხმის თავს ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის ელჩს და ასევე რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებული შტატების უკვე ყოფილ ელჩს, რომელიც ჯერ კიდევ დღის წესრიგშია ყავთ არა მხოლოდ ყოფილი, არამედ ყოფილის ყოფილიც, ხო? აი რა არის ამოცანა? რანაირად ასრულებენ ამ ამოცანას? რაღაცა მრავალ ჭრილიანია მოკლედ ეს საკითხი. ერთი მხრივ მათ უნდა დააჯერონ საკუთარი ამორჩეველი, რომ ევროპულ გზას ადგან და მეორე მხრივ ყოველდღიურად დღეში 5-ჯერ 10-ჯერ ისინი ელჩებს შეურაცხყოფენ, პირდაპირ შეურაცხყოფენ. ის კი არა რომ აკრიტიკებენ, თავს ესხმიან. საღამოშვიდობის ნინო, კი, ნამდვილად ასეა, რაღაცნაირი ორპოლუსიანი პოლიტიკაა. მათ ჭირდებათ ამომრჩევლისთვის იმის მტკიცება, რომ თავად არიან პროევროპულები, იმიტომ რომ პუტინსაც კი რუსეთში ჭირდება ლეგიტიმაციის წყარო. ანუ მათ ივანიშვილს ჭირდება, რომ მისი გადაწყვეტილებები, რომელსაც ის მერე გააფორმებს, ამას დაარქვას, რომ აქვს სახალხო მხარდაჭერა, ანუ მას აქვს რაღაცნაირი სახალხო ლეგიტიმაცია. შესაბამისად, ეს არის მიზეზი, რატომაც საქართველოში ჯერჯერობით ვერც ერთმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ და ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო, რომ ღიად პრორუსული პოლიტიკა ეწარმოებინა. ღიად ეთქვა, რომ ანტიდასავლურ პოლიტიკას აწარმოებს. ან ახლა პუტინს უჭერს მხარს რუსეთ-უკრაინის ომში. იმიტომ რომ მაშინ მთლიანად საყრდენი გამოეცლება და არა მხოლოდ საყრდენი გამოეცლება, არამედ მათ გადაწყვეტილებებს საერთოდ ფორმალური ლეგიტიმაციაც დაეკარგებათ. ეს არის მიზეზი, რატომაც მაგალითად იგივე პუტინი არჩევნებს საერთოდ ატარებს. ხო, არ აინტერესებს რეალურად თავისი ამომრჩევლის აზრი, მაგრამ ატარებს არჩევნებს. ლუკაშენკოც ატარებს არჩევნებს. ხო, ეს არის დიქტატურული მმართველობის ფორმა, სადაც მათ რაღაც ტიპის საერთო განწყობაზე აქვთ თითქოს წდომა და ამაზე კაპიტალიზებენ. ამავდროულად, რა თქმა უნდა, ვიცით ჩვენ, რომ ივანიშვილის რეჟიმი არათუ პროდასავლური არ არის, ან პროევროპული არ არის, არამედ ის საერთოდ არ არის არანაირი ძალა, გარდა იმისა, რასაც ახლა, რა პოლიტიკასაც ახლა პუტინი საქართველოში ატარებს. ამას აქვს მხოლოდ და მხოლოდ გეოპოლიტიკური დატვირთვა. ივანიშვილს ახლა აქვს მხოლოდ და მხოლოდ გეოპოლიტიკური ფუნქცია საქართველოში იმისთვის, რომ საქართველო მოწყვიტოს დასავლეთს და იმ დიდ ომში, რომელსაც პუტინი აწარმოებს დასავლეთის წინააღმდეგ და ახლა ხმარობთ უკვე კოლექტიურ დასავლეთს, იმიტომ რომ მართლაც მთლიანი დასავლეთის წინააღმდეგ, იმიტომ დასავლური ღირებულებების წინააღმდეგ აწარმოებს ის ცხელომს უკრაინაში, ახლა ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ, ამ ომში საქართველო არის რუსეთის საყრდენი. რუსეთის ომში დასავლეთის წინააღმდეგ საქართველო არის ერთ-ერთი საყრდენი, ერთ-ერთი მოწინავე გეოპოლიტიკური მოთამაშე ამ თვალსაზრისით და ივანიშვილი ასრულებს ამ დავალებას. ამიტომ რასაკვირველია, არათუ არანაირი პროევროპული რაღაც გეგმები არ არსებობს, რომელსაც ისინი პერიოდულად აცხადებენ, არამედ ეს მიზანმიმართული პოლიტიკა მიმდინარეობს საქართველოში, რომელიც იმ თავითვე გულისხმობს საქართველოს დასავლეთისთვის გამოგლეჯას. სამიზნე ევროკავშირის ელჩი განსაკუთრებით, ხო? არ არსებობს დღეს ევროკავშირის ელჩი, რომელსაც ჩანაწერები გამოუქვეყნეს, რომელსაც აი ცივი ომის რეჟიმში უსმენდნენ, აი ცივი ომის რეჟიმში ესაუბრებიან დიპლომატიურ კორპუსს. დიპლომატიური კორპუსი თავისთავად ხო არაფერს არ წარმოადგენს, ესენი ხო საქართველოში როგორც ინდივიდუალური პირები არ არიან, ტურისტები ხო არ არიან, ესენი არიან თავიანთი სახელმწიფოს წარმომადგენლები, რომელიც თავის სახელმწიფოს ინტერესებს ატარებენ საქართველოში და კეთილმეზობლური და საერთო პოლიტიკის ფარგლებში ისინი უნდა იყვნენ უბრალოდ მედიატორები, სხვადასხვა გზავნილი, სწორედ. ელჩები არ არიან არც პოლიტიკის გამსაზღვრელები, არც პოლიტიკის გამტარები და არც რაიმე სხვა სტატუსის მანდატი, ან რაიმე სხვა მანდატი არ გააჩნიათ, გარდა იმისა, რომ საქართველოში მათი ცენტრის გზავნილი ჩამოიტანონ
და საქართველოსთან უკან წაიღონ. ანუ მათზე თავდასხმა არის უბრალოდ აი დამცირების გზავნილი იმისა, რომ დასავლეთი ჩვენ არ გვაინტერესებს, დასავლეთის ადგილი საქართველოში არ არის, თქვენ აქ არავინ არაფერს გეკითხებათ, იმიტომ რომ ეს არის რუსული ტერიტორია, სადაც დასავლეთის ფეხი არ უნდა შემოვიდეს. ამ პროცესში არის იმედი, რომ დასავლეთი დაიღლება და მართლაც ბოლოს და ბოლოს რაღაცა ტიპის ნაბიჯებს გადადგამს უკვე სამწუხაროდ ისეც, რომელიც საქართველოს საზოგადოებასაც აზიანებს, როგორც არის მაგალითად ვიზო მიმოსვლის შეჩერება. დღევანდელი განცხადება კობახიძის ელჩების დიდი ნაწილი საკუთარ თავს ქართული საზოგადოების წინაშე წარმოაჩენს როგორც სიძულვილის ელჩი. ეს უარყოფითად აისახება ევროკავშირის იმიჯზე საქართველოში და პროცესი უნდა შეჩერდეს. ანუ რა უნდა გაჩერდეს? ანუ რას აკეთებენ ეს სიძულვილი გერმანიის ელჩმა რაში გამოხატა, რომ დაესწრო რომელიღაცა სინდისის პატიმრზე ამაღლობელის სასამართლოს? ანუ რატომ არის ეს სიძულვილი? გერმანიის ელჩი ისევე როგორც ყველა სხვა ელჩი აკეთებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს წარმომადგენელი საქართველოში, იმიტომ რომ ისინი საქართველოში იმყოფებიან არა იმ მანდატით, რომ დიალოგი აწარმოონ ივანიშვილთან, არამედ იმ მანდატით, რომ საქართველოს დაეხმარონ დემოკრატიზაციის პროცესში. ეს არის რასაც ასოცირების პროცესი მოიაზრებს და ასოცირების პოლიტიკის ფარგლებში წარგზავნილი დიპლომატიური კორპუსი ასრულებს სწორედ ამ ფუნქციას. ისინი ეხმარებიან საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებს და ხალხს, რომ გახდნენ უფრო დემოკრატიულები იმისთვის, რომ ასოცირების პროცესი წინ წავიდეს. ვინაიდან ჩვენ ასოცირების პროცესი ახლა შეჩერებული გვაქვს კი არა და შეწყვეტილია და პრაქტიკული პარტნიორობა შეწყვეტილია. სტრატეგიული პარტნიორობა შეწყვეტილია. ამდენად კიდევ რაზე რის შეჩერებაზე ან რა რიტორიკის გადახედვაზე შეიძლება იყოს საუბარი გაუგებარია გარდა იმისა, რომ კობახიძე ახლა ძალიან მიზანმიმართულად ახმოვანებს უკვე იმას, რაც მაგალითად რუსეთში წლების წინ მოხდა, როდესაც მათ ნელ-ნელა დაიწყეს ელჩების გაძევება ქვეყნიდან, როდესაც მათ საზოგადოებრივი აზრი და ნიადაგი მოამზადეს იმისთვის, რომ დიპკორპუსი საქართველოში აღარ იყოს წარმოდგენილი. ჩემი აზრით, აქედან არ არის შორს, იმიტომ რომ ჩვენ ზუსტად იმ სახელმძღვანელოთი მივდივართ, რომელიც მოსკოვში დაიწერა. პრაქტიკულად გადახვევები არ არის, მცირე რაღაც ინდივიდუალურ ინტერპრეტაციებს თუ არ ჩავთვლით, მაგრამ ზუსტად იმ ხაზით მიდის, როდესაც მათ ძალაუფლების კონსოლიდაცია უნდა მოახდინონ ისე, რომ აქ პრაქტიკულად დასავლეთს ინფორმაციის წყარო რაც შეიძლება შეზღუდული კონდეს. მოკლედ, როდესაც კობახიძე ამბობდა, რომ რეალურად დღეს საქართველოს ხალხის თვალში ევროპული ბიუროკრატია ასოცირდება რადიკალიზმთან, ძალადობასთან, დემოკრატიის უგულებელყოფასთან და ასე შემდეგ, ის უნდა ამბობდეს და ის გულისხმობს და ზოგადად იგულისხმება, რომ ის ამბობს, რომ ჩვენ გვინდა, რომ რეალურად ქართული ხალხის თვალში ევროპული ბიუროკრატია ასოცირდებოდეს რადიკალიზმთან, ძალადობასთან, დემოკრატიის უგულებელყოფასთან და ასე შემდეგ. ხომ ეს არის ამოცანა ქართული ოცნების, რომ აუდიტორიას ასე წარმოუჩინოს. ეს არის საზოგადოებრივი აზრის მომზადება. ასე კოლექტიური დასავლეთი, რომელიც რაღაც ხან deep state-ით არის გამოხატული მათი რაღაცა დასკვნებით თუ მათი მართლაც რუსული სახელმძღვანელოებიდან კოპირებული ტექსტებით გლობალური ომის პარტიასთან და მოკლედ ამაშიც ჩამოყალიბება ალბათ საჭირო მათი ზუსტად რა ვინ ებრძვის საქართველოს სახელმწიფოს ინტერესს ამ შემთხვევაში. ჩვენ წინ გვაქვს 4 ოქტომბერი ეს თარიღი არის გამოცხადებული როგორც ზოგიერთი აქტივისტის და რუსთაველის გამზირის აქტივისტების მხრიდან როგორც 4-ში ვიწყებთ 4-ში ვამთავრებთ. უფრო ფრთხილი ოპტიმიზმის მქონე საზოგადოებისთვის კრიტიკულისთვის ახალი ტალღის დასაწყისად არის მიჩნეული. ჩვენ ხედავთ როგორ ფორიაკობს ამ თარიღთან დაკავშირებით ივანიშვილი ხო ეს ფაქტია აქვს ჩვენ გვაქვს სახეზე ფორიაკობს იჭერს ძველებს რომ საიდან მე რამე მარგაჟონოს აშინებს ამითი ყველა დანარჩენს ვისაც შეიძლება რაიმე კომპრომატი ხონდეს ხომ ხელთ. ახლა აღმოჩნდა რომ არის ასეთი ინფორმაცია რომ შიგნით შეიძლება იყოს გადანაცვლებები რომ როგორც ჩანს აი ძალიან ცოტა ყავს მას ძალიან სანდო დასაყრდენები და თუ კი სადმე ვინმეში შეიძლება ეჭვეპარებოდეს იქაც უნდა დაამაგროს ურმოჭრილ მონათაბანაკიდან ხალხი რომ მაგალითად ჯარი გამოიყვანოს თუ კი იქნება პოლიციის მხრიდან წინააღმდეგობა მოკლედ რაღაცეებისთვის ემზადება მე მგონი იმაზე მეტად შეერა 4 ოქტომბრის ვიდრე პროტესტის მონაწილეთა ვთქვათ გარკვეულ ნაწილს ხომ
რა მდგომარეობაშია ახლა ის მიმწოდებული რუსეთის მხრიდან კუთხეში და მას აღარ აქვს სხვა შანსი თუ არა მხოლოდ რუსეთისკენ სულა თუ მას კიდევ დარჩა რაიმე რესურსი თუ კი მას ექნება ნება რომ დაელაპარაკოს მას ეს კოლექტიური დასავლეთი. ეს ალბათ ყველაზე რთული კითხვა რომელიც რომლის პასუხით სპეკულაციური იქნება, მაგრამ მე ჩემი ძალიან მყარი ხედვა მაქვს გამომდინარე იქიდან რომ ბევრი წელია ვაკვირდები მათ შორის რუსეთში მიმდინარე პროცესებს და იმას თუ პუტინი როგორ ექცევა იმ ადამიანებს, ვინც მის წიაღში იშოვეს ასე ვთქვათ საყრდენი ფინანსური რესურსები და როგორ ექცევა მათ, ვინც ცადა რომ მისი საფარიდან ასე ვთქვათ გასულიყო და დამოუკიდებელი პოლიტიკა ეწარმოებინა და გამონაკლის გარეშე ყველამ ძალიან ცუდად დაამთავრა და ეს არავინ არ იცის ივანიშვილზე კარგად. ამიტომ თქვენს კითხვაზე ჩემი პასუხი იქნება რომ მას არანაირი არჩევანი არ აქვს გარდა იმისა, რასაც ვლადიმერ პუტინი ეტყვის, ეს სხვათა შორის სარკისებურად აისახება ზუსტად მის მეთოდებზეც. ის ძალიან სამაგალითოდ სჯის ყველას, ვისაც მანაშოვნინა ფული, ვინც მასთან იყო. ეხლა დღეს უპოვია პროკურატურას ესე გამოძიებას 624 მილიონი ამერიკული დოლარი. კი ბატონო. ქეში სადღაც, ხო? ჯერ არ გვეუბნებიან ვინ არის ეს ერთი არ ვიცით ახლა ეს რამდენად სანდოა, იმიტომ რომ ისინი არცელებენ რა ინფორმაციასაც უნდა პროპაგანდისტები ქართული ოცნების ახლა წერენ ეს რაღაც დაქირავებული ექსპერტების ნაწილი წერს რომ ეს ის ფულია რომელიც უნდა გამოეყენებინა ოპოზიციას 4-ში და ეს NGO-ების რაღაცებს რა კონსპირაცია იხლართება ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ფაქტია რომ გამორიცხული რომ მართლა მის ხალხს ჰქონდეს ეს ფული ჯიბეებში დალექილი. გასაკვირველია, იმიტომ რომ რა ვიცი, კოლ-ცენტრების ქვეყანად ვიქეცით და კრიმინალის და კორუფციის ქვეყანად ვიქეცით და შესაბამისად რასაკვირია სანქციებს აქ თავს არიდებენ რუსები და დიდი ფულის მქონე რუსები და რა გასაკვირია რომ აქ ზუსტად ეს მასშტაბით რეალები. რა თქმა უნდა, მაგრამ ისიც ფაქტია რომ და ბაჩაშვილის შემთხვევა არის ძალიან კარგად საილუსტრაციო ამ შემთხვევის რომ ივანიშვილი თელ ამ რესურსს უყურებს როგორც თქვენ ამბობდით რომ ერთმანეთის ჯიბეშიო ხელისფათურიო გისმენდით სიუჟეტისას და ერთმანეთის კი არა ის განიხილავს ამას რომ ეს ჯიბე არის მისი ჯიბე. ის ერთი ჯიბეა და ეს არის მისი ჯიბე და მისი ჯიბიდან ამოღებული ყველა კაპიკი უნდა იყოს შესაბამისად მასთან ანგარიშვალდებულების ფორმატში განხილული და ყველაფერი რაც ამ ფარგლებს ცდება, ის იქცევა ისე როგორც ის ექცევა ბაჩაშვილს და ეს პარალელი იმიტომ მოვიყვანე რომ ზუსტად ასე იქცევა პუტინი, იმიტომ რომ ეს არის ზუსტად ეს კრიმინალურ ქურდული მენტალიტეტი, სადაც ვიზეც მასა აქვს უშუალო გავლენა თუ მის სხვა ადამიანების კეთილდღეობაზე, სადაც იგი იყო აი ამ კეთილდღეობის სათავეში, მიიჩნევს რომ ეს არის სწორედ მისი ჯიბე. ამიტომ რომ დაუბრუნდეთ ამ საკითხს, მე არ მგონია რომ ივანიშვილს რამე არჩევანი აქვს, ან რამე შესაძლებლობა აქვს ახლა 4 ოქტომბრის შემდეგ ვინმესთან დიალოგში შევიდეს, ან ოპოზიციასთან, ან დასავლეთთან, ან ვინმესთან, ეს საქართველოს ბედი მისი მეთაურობით გადაწყვეტილია. ახლა განისაზღვრება იმით, როგორ დალაგდება მოვლენები საერთაშორისო ასპარეზზე და როგორ ვიყოჩაღებთ ჩვენ შიგნით. დიდი მადლობა ნინო კალანდაძეს, ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელს, რომელიც პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს.